5 წლის წინ Apple-მა წარმოადგინა ლეპტოპი, რომელმაც სრულიად შეცვალა მთელი ინდუსტრია. და დღეს მე ისევ მისი ყოველდღიური მომხმარებელი ვარ. ეს არის MacBook Air M1 2025 წელს და სიმართლე რომ გითხრათ, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ლეპტოპი, რაც კი Apple-ს გამოუშვია. ღირს დღეს მისი შეძენა ისევ თუ უკვე შეასრულა თავისი მისია ამ სამყაროში. ამ ვიდეოში შევეცდები ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე. თუ ამ არხზე პირველად მოხვდი, გეტყვი რომ აქ დაგვხვდება კონტენტი ტექ სამყაროდან და შენთვის თუ ესეთი ტიპის ვიდეოები საინტერესოა, დიდ მადლობას გადაგიხდით თუ მოიწონოთ ვიდეოს და არხსაც გამოიწვევთ. ეხლა კი საქმეს შევდგეთ და მიმოვიხილოთ MacBook Air M1 5 წლის შემდეგ პერსპექტივით. როგორია დღევანდელი პერფორმანსი, ელემენტის ხანგრძლივობა, დიზაინი და ამ ყველაფერს თუ აქვს აზრი 2025 წელს. დავიწყოთ დიზაინით. ეს წაწვეტებული დიზაინი, ეს ბოლოში რომ ვიწროვდება აქ, შეიძლება უკვე მოძველებულიც ჩაითვალოს, რადგან შემდეგი მოდელებიდან დღემდე Apple ამ სტილს აღარ იყენებს. შეიძლება უკვე რეტროდაც კი მივეშინოთ, თუმცა კარგი გაგებით, რადგან პირველი MacBook Air, რომელიც კონვერტიდან ამოიღო Steve Jobs-მა და ნამდვილი სენსაცია იყო, ზუსტად ესეთი დიზაინის სტილი ჰქონდა. ის ისევ ძალიან მსუბუქია, კორპუსი და აწყობის ხარისხი ისეთი, როგორც Apple-ს ეკადრება. კლავიატურა ისევ ისეთი კარგია, ტრეკპედი კვლავ საუკეთესო და ეკრანი მიუხედავად იმის, რომ არ არის LED ტიპის, მაინც აქვს ძალიან კარგი გამოსახულება და სიკაშკაშე. აქვს 2560x1600 რეზოლუცია, რაც კონკურენტებთან მიმართებაში კარგი უპირატესობაა ნამდვილად. ეს ლეპტოპი ნამდვილად არ გამოიყურება როგორც 5 წლის. მე მას უწოდებდი კლასიკური MacBook Air-ების დიზაინის ფინალური ვერსია. ეხლა გადავიდეთ საინტერესოზე. M1 იყო პირველი ნახტომი Intel-ის პროცესორებიდან და აგერ 5 წლის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურება. რა თქმა უნდა, პერფორმანსით ჩამოვარდება M3-საც და M4-საც, მაგაზე ორი აზრი არ არის. თუმცა 80-90% მომხმარებლებისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, საკმარისე მეტიც კი არის. ინტერნეტ ბრაუზინგი, რა ვიცი, იდეალური. ფოტო ედიტინგი უპრობლემოდ. აპლიკაციები მყისიერად იხსნება, ოპერაციული სისტემაც ძალიან სწრაფად მუშაობს. 4K ვიდეო ედიტინგი ამასაც მოახერხებთ, რა თქმა უნდა, ახალ მოდელებზე უკეთესია ედიტინგის პროცესი, თუმცა აქაც ავსებით დამაკმაყოფილზე მეტი პრინციპში. თუ უფრო რთულ გრაფიკულ სამუშაოებს შეასრულებთ, რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, თუმცა ვფიქრობ, რომ არც მოეთხოვება ამ კონკრეტულს, რადგან ეს ლეპტოპი პოზიციონირდება როგორც სტანდარტული მომხმარებლის ყოველდღიური ლეპტოპი. თუ M1 Air 2020 წელს გაქვს შეძენილი, გეხსოვებათ გასაოცარი ელემენტის ხანგრძლივობა. აგერ 5 წლის შემდეგაც ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის. 85-90% ზედსრულსუნარიანობითაც კი 6-8 საათს თავისუფლად ძლებს. სტანდარტული მომხმარებლის ეგრეთ წოდებული real world მომხმარებით, მეტიც 5 წლის M1 წელს გამოსულ ბევრ PC ლეპტოპსაც კი სჯობს. გაგრილების სისტემის მხრივ M1 პროცესორებს არ აქვთ აქტიური გაგრილების სისტემა. არ უყენია კულერი. და შესაბამისად არც მისი ხმა შეგაწუხებთ. გრაფიკული ან ვიდეო ედიტინგ სამუშაოების დროს შეიძლება შეამჩნიოთ კორპუსის გახურება, თუმცა არა იმ დონემდე, რომ შეუძლებელი გახდეს მომხმარება. მოკლედ, ამ მხრივაც Apple-მა შეასრულა დაპირება. აუცილებლად შევეხოთ სუსტ მხარეებსაც. მხოლოდ 2 USB-C პორტი დამტენის ჩათვლით და ასევე საბაზისო მოდელს აქვს მხოლოდ 8 GB ოპერატიული მეხსიერება, რაც დღევანდელ რეალობაში უკვე კრიტიკული მინიმუმიც კი არის. SSD საგრძნობლად ნელი წარმოდგენით, ვიდრე ახალი მოდელები, ვებკამერა, რომელიც საერთოდ კრიტიკასაც ვერ უძლებს და არც ვისაუბრებ ამაზე. ხმა და დინამიკების შესაბამისად ცუდი არ არის, თუმცა ახალ მოდელებს საგრძნობლად უკეთესი აქვს. მოკლედ, თუ შედარებით მძიმე კრეატივ სამუშაოებს აწარმოებ, M3 და M4 დიდი ნახტომია. სხვა ყველა დანარჩენისთვის M1 საკმარისზე მეტიც კი არის. ღირს თუ არა დღეს მისი შეძენა. აი 5 წლის შემდეგ MacBook Air M1 სტანდარტული მომხმარებლის ყოველდღიური მომხმარებისთვის ჯერ კიდევ ვთვლი, რომ საიმედო პარტნიორი და მეგობარია. საკმარისად სწრაფია, მსუბუქია, აქვს Apple-ის ტრადიციული დიზაინი, არ ხმაურობს და ელემენტის ხანგრძლივობა ძალიან კარგი აქვს. ახლის ყიდვისგან ალბათ მაინც თავი შევიკავდი, რადგან 2000 ლარამდე ღირს დღესდღეობით ჩვენთან არსებულ მაღაზიაში. თუმცა მეორად ბაზარზე 1000 ლარის მიდამოებშიც მოიძებნება განცხადებები და თუ გადააწყდებით კარგ მდგომარეობაში მყოფს, ამ საფასო კატეგორიაში ნამდვილად განვიხილავდი შეძენას. ეს იყო MacBook Air M1-ის მიმოხილვა 5 წლის შემდეგ. თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქს არ დაიშურებთ, გამახარებთ და არხსაც თუ გამოიწერთ, ძალიან დამეხმარებით, რომ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. მადლობას გიხდეთ ყურებისთვის და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.